მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს 12 თებერვალია და ვაგზელებთ ჩვენს გადაცემებს მერაბ კოსტავას ეზოდან. ბატონო გურამ, მოგესალმებით. მოგესალმებით. სრულიად საქართველოს, როგორც ადრე ვთქვით და დღესაც იმას ვიმეორებთ, ამ ეზოში დაიწყო 88-99 წლებში ეროვნული მოძრაობა. დღესაც მახსოვს, როცა მერაბი გამოვიდა ერთხელ და გაგვირვებული ამბობდა, რამდენი ხალხია მოსული და ქუჩის მათხოვრებიც კი მოსულები არიანო, მაგრამ გულით ყივად პატრიოტები არიანო და ყველას მივესალმებიო. აქედან აგორდა ბატონებო ეროვნული მოძრაობა და ამიტომ ჩვენ ამ ოთხშაბათოვების ტრადიციებს ვაგრძელებთ. ამას ერთად ვაკეთებდით გიორგი კერვალიშვილი და მე, ჩვენი გამოსვლები გახსოვთ. დღევანდელი ჩვენი თემა იქნება ბატონებო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, კერძოდ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შესახებ. 1990 წლის 3 აპრილს შეიცვალა საკავშირო კონსტიტუცია, სადაც ეწერა, რომ მოკავშირე რესპუბლიკის თავისუფალი გასვლის უფლება და მიიღეს ახალი კონსტიტუცია 252 მუხლი, სადაც წერია, რომ გამსვლელმა რესპუბლიკამ უნდა ჩაატაროს რეფერენდუმი და რეფერენდუმის მოწვევის უფლება მიეცა გამსვლელი რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს და მოსახლეობის 10%-ს. მსგავსი რეფერენდუმი არასდროს არ ჩატარებულა არც ერთ ქვეყანაში, მაგრამ ეს 10% ფიგურირებს შემდეგში. მეორე პუნქტში წერია, გამსვლელ რესპუბლიკაში, რომლის შემადგენლობაში არიან ავტონომიური რესპუბლიკები, ავტონომიური ოლქი და ოკრუგები, ანუ აჭარა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსთვის და მოსახლეობის კომპაქტურად დასახლებული ადგილები, ანუ მარნეული, გარდაბანი, დმანისი, ბოლნისი, ახალციხე, ახალქალაქი, წალკა, ბოგდანოვკა, დედოფლის წყარო, სადაც დიდი რაოდენობით არაქართველები ცხოვრობენ. ამ პირველ მუხლში წერია, რომ აქ რეფერენდუმი ტარდება ცალკე. შედეგი გასაგებია, მაინც თავი დაიზღვრეს და დაწერეს. თუ აღნიშნულ რეგიონებში მოსახლეობის 10% წინააღმდეგია ამ რესპუბლიკაში დარჩენის, ეს რეგიონები გამოდის ამ რესპუბლიკის შემადგენლობიდან და რჩება საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. როგორც კი ამ რეფერენდუმს ჩაატარებდნენ 91-92 წლებში, ამ რეფერენდუმის ძალით გატანილი ჰქონდათ ბატონებო საქართველოს მინიმუმ 70%, უკრაინის სადღაც 85%-ზე ნაკლები არა, იმიტომ რომ დონბასი და ლუგანსკი და ყირიმი და დასავლეთი უკრაინა სამწუხაროდ დღეს რუსულენოვანი გახდათ და დღესაც საკმაოდ ბევრი არიან. აი ზვიად გამსახურდია ყველაფერი გააკეთა ბატონებო თავისი რეფერენდუმით 91 წლის 31 მარტის რეფერენდუმით, რათა დაეფიქსირებია საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთი და სამაჩაბლო. მანამდე მოვყვები 1990 წლის 28 ოქტომბერს მოდის ზვიად გამსახურდია არჩევნებით ხელისუფლებაში. მანამდე ორი თვით ადრე 1990 წლის 30 აგვისტოს შეიკრიბა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საბჭო. დეპუტატთა საბჭოები ჰქონდათ, ესე იგი ავტონომიურ რესპუბლიკებს ჰქონდათ უზენაესი საბჭო, ავტონომიურ ოლქებს და ოკრუგებს ჰქონდათ დეპუტატთა საბჭოები. დეპუტატთა საბჭოები ჰქონდა ქალაქს, სოფელს და აულს და ასე შემდეგ. იმ რანგის იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი ორგანო. ესე იგი, ეს იყო უბრალოდ მშრომელთა დეპუტატების საბჭო იმავე რანგთან გათანაბრებული, როგორც ქალაქს, რაიონს თუ სოფელს. შეიკრიბა, გააუქმეს ავტონომიური ოლქი, თვითონ ისი უფლებაც არ ჰქონდათ, მაგრამ გააუქმეს და შექმნეს არა ავტონომიური რესპუბლიკა, არამედ პირდაპირ მოკავშირე რესპუბლიკა. შექმნეს ასეთი სახელწოდებით სამხრეთ ოსეთის დემოკრატიული საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. სასტავე SSR, საქართველოს შემადგენლობაში კი არა, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. ეს იყო წარმოუდგენელი უპრეცედენტო
მოვლენა თვითონვე გააუმოქმეს ავტონომიური ოლქი. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს უზენაესი საბჭო 28 ოქტომბერს მოსული დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას, სვიადგამსახურდიას არ გააუქმებია ავტონომიური ოლქი, თვითონ გააუქმეს, მაგრამ გააუქმა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დემოკრატიული საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რისთვისაც ყაზბეგში ჩამოიყვანა რუსეთის მაშინდელი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი, მაშინ ბორის ელცინი პრეზიდენტი არ იყო ჯერ და საერთო ხელშეკრულებით გააუქმეს ეს უკანონო უპრეცედენტო მოვლენა. ელცინი იმიტომ დაეთანხმა ბატონებო ამას, რომ თვითონ 80-ზე მეტი ავტონომიური ოლქი და რესპუბლიკა აქვს და ცხადია რუსეთს თავისი კუჭისწვა ჰქონდა. აი ეს არის ბატონებო, რომ იცოდეთ ყველაფერი, რაც არის სიმართლე. შემდეგ მოგეხსენებათ, რომ ეს გაუქმებული ავტონომიური ოლქი საქართველოს ეგრეთ წოდებულმა მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღადგინა უფრო მეტიც ლენინგორის რაიონი, რომელიც იყო ახალგორად დასახელებული და თითქმის 100% ქართველი მოსახლეობა ცხოვრობდა, შეუერთდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს და ქართველებს ეუბნებოდა, უნდა დაებრუნონ მთლიანობაში და მსგავსი რამე არ გაგიკვირდეთ. იგივე გააკეთა დალის ხეობას, დაარქვა ზემო აფხაზეთი და ეს ყველაფერი, როგორც იტყვიან, ერთად მოათავსა და გადასცა ზემო აფხაზეთი, ანუ დალის ხეობა აფხაზებს და ლენინგორის რაიონი დღევანდელი ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დემოკრატიული საბჭოთა რესპუბლიკის დაახლოებით 35% აჩუქა ოსებს. ახლა რაც შეეხება ბატონებო აფხაზეთის საკითხს. ამას წინათ დაახლოებით 1 წლინახევრის 2 წლის წინ ობიექტივში სამხედრო გადაცემა მიყავს გენერალ გურამ ნიკოლეიშვილს. 93 წელს ის გახდათ ქართული ჯარის საერთო გაერთიანებული შტაბის უფროსი და აფხაზეთში მებრძოლი პირველი საარმიო კორპუსის სარდალი და მოწვეული ყავდა მაშინდელი აფხაზეთის შინაგან საქმეთა ძალების სარდალი და მინისტრი დავით გულუა და იხსენებდნენ 93 წლის 15, 16, 17 მარტის ბრძოლებს გუმისთასთან. ვიმეორებ იმათ ნათქვამ, წამოვიდა რუსების სრულიად დაკომპლექტებული დივიზია, ჩრდილოეთ კავკასიელების სამხრეთ ოსეთიდან 2 ბატალიონი იბრძოდა ჩვენ წინააღმდეგ, რუსეთის ავიაცია ბომბავდა ქართველებს, მაგრამ არც ერთი ბრძოლა არ დაგვიგიაოდა, მივედით რომ შევარდნაძესთან და უთხარით, ეს 2 გენერალი ზის და ობიექტივში ურცხვად ლაპარაკობს და უთხარით რომ ბატონო ედუარდ წერი აღარ არის და საზღვარზე უნდა გავიდეთო. ჩაიქირქილა და გვითხრა, მე მაგისი უფლება არა მაქვს. და მაშინ მივხვდითო, რომ შევარდნაძეს აფხაზეთი გაყიდული ქონდაო, უფრო მეტიც მერე დაამატაო, რომ სოხუმიც უნდა ჩავაბაროთ. ეს არის ბატონებო 17 მარტი. სოხუმი დაეცა 27 სექტემბერს. 17 მარტიდან 27 სექტემბრამდე ძირითადად იყო ქართველებისთვის ტრაგიკული ამბავი, დაგომისის ხელშეკრულებით ოჩამ ტყვარჩელში შეაგზავნა იარაღი და შორსული ქვემეხები და 1000-ობით რუსის დესანტი და 1000-ობით ქართველი დაიხოცა და როცა მოვკითხე ამის შესახებ პასუხი ობიექტივის ეთერში, გურამ ნიკოლეიშვილმა ურცხვად განაცხადა, რომ ესო პოლიტიკოსებს მოკითხეთ. უთხარ, რას გვია პოლიტიკოსებს მოკითხეთ, 1000-ობით ადამიანი დაიღუპა, ამხელა ტერიტორია დაიკარგა. კიდევ თქვა, რომ პოლიტიკოსებს მოკითხეთო და მიიღო იქ ცოტა ვულგარული ჩემგან პასუხი. ასეა ბატონებო, სვიადგამსახურდიამ ყველაფერი გააკეთა საქართველოს შესანარჩუნებლად, მაგრამ დიდი იმპერია ებრძოდა მას. ახლა ამ კანონის შესახებ, რომელიც გითხარით, ამ კანონის გამოშვება ნიშნავდა საბჭოთა კავშირის შექმნის დროს ყველა
პუნქტის გადახაზვას. იქ პირდაპირ წერია თავისუფალი გასვლისუფლება, ტერიტორიების ხელშეუხლებლობა მოკავშირე რესპუბლიკის. ამას გამოაცხადებდა მთელი მსოფლიო ვერჩი დაუდგებოდა ზვიად გამსახურდიას ხარჯ დაუჭერდა, მაგრამ წინასწარ 99 წლის 3 დეკემბერს კუნძულ მალტაზე მიიღეს მხარდაჭერა დასავლეთის, როგორი მხარდაჭერა მიიღეს მთელი აღმოსავლეთი ევროპა, ეგრეთ წოდებული ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნები 9 მილიონიან ჯარს ითვლიდა. საბჭოთა კავშირს ჰქონდა 25,000 ატომური ქობინი, აქედან 200-დან 500 ატომურ ქობინამდე, ეს ერთ-ერთი სამხედრო გენერლის გამოსვლიდან არის სავერშენო სეკრეტნოზე, განლაგებული იყო გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, უნგრეთში, რუმინეთში, ბულგარეთში. რაკეტის აუფრენლად, თვითმფრინავის დაუქოქავად ადგილზე კლოპის დაჭერით მოსკოვში აფეთქებით მთელი ევროპა ჰაერში ყავდათ აყვანილი და ამას მსოფლიო ერთხელ და სამუდამოდ იყო შეგუებული. ლუკიანოვის გამოსვლიდან ხტო იეს ხტო არხში პირდაპირ თქვა საბჭოთა კავშირს გერმანიაში მარტო GDR-ში ჰქონდა 100 მილიარდი დოლარის ქონება, ოფიციალურად მივიღეთ 13 მილიარდი, 87 მილიარდი გაიყო გორბაჩოვმა შევარდნაძემ და კომპანიამ. აი ასე ბატონებო, რომ ქონოდათ მხარდაჭერა აი ამ ახალი კონსტიტუციისთვის, ამიტომ დათმეს ბატონებო გერმანია და მთელი ეს სოციალისტური ქვეყნები. ეს იყო დინების მიმართულება, მაგრამ იქვე იყო ნათქვამი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ხარჯზე. 94 წლის 31 აგვისტოს უნდა გამოსულიყო ბოლო რუსის ატომური იარაღი, ჯარისკაცი და ტანკი ამ შუაგული ევროპიდან, მანამდე აფხაზეთი ჩაბარებული უნდა ყოფილიყო, სანამ ზვიად გამსახურდია ცოცხალი იქნებოდა, აფხაზეთის ჩაბარება არ იქნებოდა ლეგიტიმური, ამიტომ ზვიად გამსახურდია და ეროვნული მოძრაობა უნდა დამარცხებულიყო მანამდე. ამიტომ ვინც ზვიად გამსახურდიას აბრალებთ აფხაზეთის ჩაბარებას, ვინც ასე ვთქვათ კიცხავთ ზვიად გამსახურდიას გარემოცვას და მართლაც გასაკეთს ყიტოვანს, სიგუას და იოსელიანს, უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი გადაწყდა 99 წლის 3 დეკემბერს მალტაზე, ყიტოვანი არ იქნებოდა, სხვა იქნებოდა, ქურაზბედიანი ანუ სიგუ არ იქნებოდა, სხვა იქნებოდა, ეს გადაწყვეტილი იყო, ეს იყო დინების მიმართულება ბატონებო. მაგრამ დღეს სამწუხაროდ აფხაზებს ძალიან ცუდად აქვს საქმე, თითქმის განადგურებამდე არის მისული აფხაზიერი, ისედაც 11% იყო, მოგეხსენება თავის დროზე, თავის ყაბარდოელებიან აფსუებთან ერთად და ბევრი აფხაზი დღეს ცდილობს რამენაირად საერთო იპოვოს საქართველოსთან. ჩამოვიდა კიდეც აფხაზების დელეგაცია 2 წლის წინ და თქვენს რომ სხვა გამოსავალი არ აქვს ქართველების გარდაო, 4 კაციანი დელეგაცია იყო და ვინც მეთაური იყო მეორე დღეს სოხუმში მოკლეს. ჩვენ გმობთ რა თქმა უნდა სეპარატიზმს და მოუწოდებთ აფხაზ ხალხს ჩვენს კონსტიტუციაში პირდაპირ ავტოქთონურ ერად გამოვაცხადეთ აფხაზები და საკუთარი სახელმწიფო ენის შენარჩუნებას პირდებოდით, მოუწოდებთ რომ ისევ სანამ საქართველოსთან იქნებიან, მათ გადაშენება არ უწერიათ, როგორც საქართველოს მოცილდებიან, გადაშენებიან და გაქრებიან და მით უმეტეს რომ დღევანდელი აფხაზების, ეგრეთ წოდებული აფხაზების შემადგენლობის 60% ქართველები არიან, ან გადაკეთებულებულები, ან იძულებით გააფხაზებული და აი ეს გვინდა ბატონებო ეს გვეთქვა. ბატონ გურამ, დასაზუსტებელი არის აფხაზი, ეს არის ქართველი, ხოლო აფსუები, რომლებიც ჩამოასახლეს იქ, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აფხაზი ერი, როგორც დამოუკიდებელი წარმონაქმნი, არასდროს არ ყოფილა. ის არის როგორც იმერეთი, კახეთი და ასე შემდეგ. თლად მასე არ არის. თურქეთმა, როცა ძალიან გაძლიერდა მე-17 საუკუნეში, დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთში ვერ მოიკიდა ფეხი. ვენა რო აღებული ქონდა ისეთი თურქეთი, ალექსანდრე პირველმა და სიმონ პირველმა
5-6 ჯერ დაამარცხეს, ისე რომ ერთ თითო ბრძოლაში 40,000 ჯარისკაცი დაუხოცეს. უერთ სამეგრელოში მოიკიდა ხელი, ამიტომ როცა ყირიმი დაიპყრო, იქიდან წამოიყვანა ეს ყაბარდოელები და ჩაასახლა აფხაზეთში. იქიდან მოუვარა ჩრდილოეთის მხრიდან და მაშინ არიან ჩამოსული ეგრეთ წოდებული აფსუები, ანუ ყაბარდოელები, მაგათი ენა არის ყაბარდოული და აფსუები სხვა არის და თქვენ მართალი ბრძანდებით აფხაზები სხვები არიან. აფხაზების ელიტაში სასარგებლო ენა ძირითადად იყო ქართული ენა და ბევრი ქართველობდა, მათ შორის მე-20 საუკუნის თავარი გმირები აფხაზეთის ქართველობდნენ, შერვაშიძეები იყვნენ, ჭაჭიბაიები იყვნენ და ასე შემდეგ. ქართველები არიან. ქართველები არიან. მადლობთ. ბატონო დავით. ბატონო დავით. დიახ, გამარჯობა თქვენ. დღეს როგორც აღინიშნა აფხაზეთის 12 თებერვალია. გახლავართ ძირძველი იბერიული მიწაწყლიდან, რომელ კუთხესაც ისტორიული აფხაზეთი ქვია. აფხაზეთის მოსახლეობა ძირძველი ქართული მოსახლეობაა. და თუ არის ასე ნათქვამი, რომ აფხაზი ერი არსებობსო, ეს არასწორია, ხელოვნურად შექმნილი და ჩამოყალიბებულია იმიტომ, რომ კავკასიაში ხვალდაზე კიდევ ომის ახალი კერა გაჩენილიყო იმიტომ, რომ ერთმანეთისათვის წაესისინებიათ მეზობლები და ამით ადვილი მოსაქცევი იყო და იქნებოდა კავკასია რუსეთის იმპერიის ქოლგის ქვეშ. თუ ვინმე აფხაზი არის, ეს ჩვენ ვართ უპირველეს ყოვლისა, კოლხები და ისტორიას თუ გადავხედავთ, აფხაზთა მეფეები ქუთაისშიც იჯდნენ. ეს ისტორია არ უნდა დავივიწყოთ. მათი სალაპარაკო ენა ყოველთვის იყო, არის და უნდა იქნეს ის მშობლიური ენა, რომელ მშობლიურ ენასაც დღეს ჩვენ ქართულ ენას უძახით, ხოლო თვითონ აფხაზები დღევანდელი აფხაზები აქრთვას რო უძახიან. შემთხვევით არ მithქვამს, რომ დღევანდელ ეგრეთ წოდებულ აფხაზებში და დანამდვილებით აფსუებში არის ასეთი გვარი აგრბა, ანუ აგრბა. რას ნიშნავს აგრბა? აგრბა ნიშნავს მეგრელს, ანუ მარგალს. ამას ნიშნავს. ხოლო რაც შეეხება აფსუებს, როგორც ბატონი გურამი ამბობს და საერთოდ სამართლიანად ისტორია ამბობს, ესენი ჩრდილოეთიდან ჩამოსულები არიან, დასახლებული არიან შავი ზღვისპირეთში და მერე ისინი რუსეთის შესაბამისი ძალოვანი სტრუქტურების დახმარებით ნელ-ნელა ყალიბდებიან ერად. აი ეს უზარმაზარი და უდიდესი შეცდომა იყო კავკასიაში დაშვებული. ამას აკეთებდა რუსეთის მეფის იმპერია, რომ უფრო მარტივად ყოლოდა თავის სივრცეში
კავკასიის მოსახლეობა, რადგან სწორედ კავკასიიდან თუ საიდანმე მოელოდა რუსეთის იმპერიას საშიშროება, სწორედ კავკასიიდან მოელოდა და ამიტომ ამას ყოველთვის ამუშავებდა ამ პროექტს და ამ პროექტს აფეთქებდა შესაბამისი მომენტისათვის, როდესაც ეს მას დასჭირდებოდა. გავიხსენოთ მე-19 საუკუნე, გავიხსენოთ აგერ უკვე მე-20 საუკუნე, იქ გრიგოლ ორბელიანი გავიხსენოთ, შამილი გავიხსენოთ, აი შამილი გავიხსენოთ, ბასაევი კი არა, აი შამილი გავიხსენოთ, გრიგოლ ორბელიანი რო ებრძოდა და გავიხსენოთ აი ახლანდელი მე-20 საუკუნის დასასრულის ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი და მათი მოწინააღმდეგეები მთიანი ოლქი ასეთი იყო. შანიბოი ხელმძღვანელობდა ბოლოს და რუსეთმა ესენი თავის სასარგებლოდ გამოიყენა და ეს ყველაფერი მიმართული იყო კავკასიის წინააღმდეგ, რომ კავკასია როგორც ასეთი დამოუკიდებელი ერთიანი კავკასიური სახლი არ შექმნილიყო. ახლა წელი არ მახსოვს, მაგრამ ვიცით, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში გაიმართა შეხვედრა კავკასიის ღირსეულ ადამიანთა და იქ ბჭობა მიდიოდა, რომ შეექმნათ კავკასიური სახლი. აი, კავკასიური სახლი უნდა შექმნილიყო და ამისი ფუძეთ მყოფელი გახდათ საქართველოს ეროვნული მოღვაწე ბატონი ზვიად გამსახურდია და ამას არ მიეცა შემდეგი მსვლელობა. შედეგები უკვე ვიცით ჩვენ ისტორიულად, რომ ყოველი 10 წლის შემდეგ აფხაზეთში ქართველთა წინააღმდეგ გამოსვლები იმართებოდა აი ამ აფსუებისა. მაგალითად 68-ში, 68-ში, 78-ში უფრო ადრე იყვნენ. მათი გამოსვლებს ადგილი ჰქონდა, მაგრამ იქ მაშინ თავის დროზე ბერია იყო და ბერია ამას ყოველთვის ახერხებდა ამის წინააღმდეგ მოქმედებას და მათი გასაგანი ნაკლები იყო. მაგრამ შემდეგ ბერია რომ არ არის, უკვე რუსიფიკატორული პოლიტიკა უფრო ფეხს იდგამს კავკასიაში და განსაკუთრებით საქართველოში. ისტორიულად ასე იყო და ასე არის დღესაც. ვინც ფლობს საქართველოს, ის ფლობს კავკასიას, შემოკარგებო. და ამიტომ ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ საქართველოს. ამიტომ არის დღეს ამდენი აურზაური საქართველოში, რომ ქართველმა ერმა და საქართველოს როგორც სახელმწიფო არ უნდა წამოდგეს ფეხზე. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ წამოდგა ფეხზე, კავკასიას კარგავს რუსეთის იმპერია. ტერიტორიები წაგვართვეს, იმიტომ რომ რუსეთის აგენტურამ კარგად იმუშავა, უკეთესად იმუშავა ვიდრე სხვებისა და დღეს ჩვენი ტერიტორიის 20% უკვე ვითომ ცალკე დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, მაგრამ ფაქტიურად ოკუპირებული არის რუსეთის იმპერიის მიერ. ახლა უნდა აღვნიშნო ერთი რამ. ყოველთვის იქ უკვე პრეზიდენტებს ირჩევენ, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი, ეგრეთ წოდებული აფხაზეთის პრეზიდენტი. მაგრამ მე მინდა ვისაუბრო აფხაზეთის თაობაზე, იმიტომ რომ აფხაზეთში ეგრეთ წოდებული პირველი პრეზიდენტი მოკლეს. მეორე პრეზიდენტი ეგრეთ წოდებული მოსკოვში მოკლეს. მესამე პრეზიდენტსაც კინაღამ სიცოცხლეს იქნა გამოსამლებელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყოველთვის აფხაზეთში დღეს ისეთი ხელისუფლება მოდის, რომელი ხელისუფლება
უნდა იყოს მორჩილი კრემლისა. ახლა არჩევნები ტარდება სოხუმში ეგრეთ წოდებული პრეზიდენტისა. უნდა გითხრათ, რომ იქაურმა ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა ვინც იყო, იმან მოისურვა, შეესრულებია კრემლის დავალება, მაგრამ მას წინ წამოუდგა ადგილობრივი მოსახლეობა, ეგრეთ წოდებული აფხაზებისა და ის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ჩამოაშორეს თანამდებობას. მაშა სადამე ბჟანია დროზე ადრე გავიდა პოსტიდან და ახლა იქ ახალი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის არჩევნები ტარდება. ახლა იქ 5 ადამიანია, 5 პიროვნებაა. ვიდრე ამას ვიტყოდე, გეტყვით, რომ აფხაზეთში აფსუა მოსახლეობა, ანუ აფხაზი მოსახლეობა, რომელიც იმ ენაზე საუბრობს, რომელი ენაც ჩრდილოეთ კავკასიური ენაა, აფხაზეთში დღეს ცხოვრობს დაახლოებით 15%, მეტი არა, 15%. სამურზაყანოში, ანუ გალის რაიონში, ეს ისტორიული გალი სამად იქნა დანაწილებული, როდესაც ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, ერთი ნაწილი ოჩამჩირეს შეუერთეს, მეორე ნაწილი ტყარჩეს შეუერთეს და მესამე ნაწილი ძირითადი სამურზაყანოა, ანუ გალის რაიონია. გალის რაიონში დღეს არსებულ ტერიტორიაზე, გალის რაიონის დღეს არსებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს დაახლოებით 40,000 ქართველი. 40,000 ქართველი. ხოლო დაახლოებით 20,000 ცხოვრობს ყოფილი გალის რაიონის ტერიტორიაზე. ეს არის წარჩე, ჩხორთოლი და იქით კიდევ ოჩამჩირის რაიონს მიაკუთვნეს კიდევ რამდენიმე სოფელი. ასე რომ მთლიანად აი ამ აღმოსავლეთ აფხაზეთში დაახლოებით 60,000 ქართველი ცხოვრობს. ტყარჩელისა და ოჩამჩირის რაიონის ქართველობას პასპორტები აქვს, ხოლო დღევანდელი გალის რაიონის მოსახლეობას არც პასპორტი აქვს და არც არჩევნებში მონაწილეობის უფლება გააჩნია. სწორედ აქ დარღვეული არის ადამიანის უფლებები. პირადობა არ გააჩნია ადამიანს და აძლევენ რაღაც ერთ თაბახის ფურცელს, რომელ თაბახის ფურცელში წერია რუსულად ვიტყვი ვიდნა ჟიტელსო. აი ეს არის მათი პირადობაც და ეს არის მათი პასპორტიც. ამ პირადობით და აი ამ პასპორტით ვერც ევროპაში წახვალ და ვერც ამერიკაში წახვალ. ამიტომ ვისაც შესწევს ძალა უნარი, ისინი რუსულ პასპორტს იღებენ და აქვთ რუსული მოქალაქეობა. პენსიასაც რუსეთიდან იღებენ, ძირითად პენსიას აფხაზეთის მოსახლეობა. ასე რომ ეს საკითხი გადაუჭრელია და ეგრეთ წოდებული ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია გაერო რო არსებობს, გაეროს ნუ თუ არ იცის, რომ დღევანდელი სამურზაყანოს მოსახლეობას პირადობა არ აქვს და არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამორთმეული აქვთ. ეს ადრე ჩამოართვა მაგათ ადგილობრივმა ხელისუფლებამ და დღესაც ასეთ სიტუაციაში არიან გალის მოსახლეობა. გაწამებულია ეს გალის მოსახლეობა. მეგობრებო, ის 5 კანდიდატი, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატად წარმოგვიჩნდება ჩვენ და 15 ახლანდელ 15 რიცხვს, რომ არჩევნები აქვს თებერვალს, 15 თებერვალს არჩევნებია იქ. ეს 5 კანდიდატი ვინ არის? ადგურ არძინბა. ვინ არის ეს ადგურ არძინბა? ეს იმ პირველი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ახლობელი ნათესავია მგონი, თუ არ ვთქვი, ბიძაშვილია. მისი პოზიცია როგორია? მისი პოზიცია არის შემდეგნაირი. ის ნაკლებად იყურება ქართველებისაკენ, უფრო იყურება თურქებისაკენ და თურქეთთან უფრო მეტი ურთიერთობა და უფრო მეტი კავშირი აქვს. სად მუშაობდა ადრე? ვიდრე კანდიდატი გახდებოდა,
ის მუშაობდა აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ მინისტრად ეკონომიკისა. მეორე კანდიდატი პრეზიდენტობისა ეს არის ყოფილი პრეზიდენტის მოადგილე, ანუ ვიცე-პრეზიდენტი, თუმცა ასეთი თანამდებობა იქ არ არის, მაგრამ მოადგილე. ეს არის ბადრი გუმბა. წარმოშობით იგი აღმოსავლეთ აფხაზეთიდან, კერძოდ ოჩამჩირის რაიონის სოფელ აფხაზური ათარიდან არის. ეს არის იმ ადამიანის ნათესავი, რომელი ადამიანის ხელმძღვანელობდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს. რაჟდენ გუმბას ნათესავია. ამისი პოზიცია როგორია? ამისი პოზიცია რუსეთის მორჩილი პოზიცია. ახლა რომ თქვათ ჩვენ რომ ქართველებისაკენ იყურებაო, ეს არ იქნება სწორი. ისე კი სიმართლე რომ გითხრათ, მან ბრწყინვალედ იცის მეგრული ენა. ასევე იმ რაჟდენ გუმბამაც ბრწყინვალედ იცოდა მეგრული ენა და როდესაც მისი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი რო ყავდათ, იქ მარტო აფხაზური სიმღერები არ იყო, იქ ქართული სიმღერები იყო, მაგრამ ეს საბჭოთა ეპოქა იყო, როცა რაჟდენ გუმბა ხელმძღვანელობდა აი ამ ანსამბლს. არის კიდევ ბარციცი ასეთი. ბარციცის აღმოსავლეთ აფხაზეთიდან არის, ოჩამჭირის რაიონიდან არის. არის კიდევ კვარჭია. კვარჭია. არ ვიცი ეს კვარჭია საიდანაა, ბედიიდან არის თუ კიდევ იქ არის აფხაზური სოფლები, კვარჩელიდან თუ იქით არის, ვერ გეტყვით ამას, შემოკარგებო, მაგრამ საქმე რაში არის? კიდევ არის ერთი, მაგრამ ისეთი გვარია, რომ არც აფხაზურია, არც ქართულია, არც სრულია, ხურხული, ასეთი გვარია. ხურხული. მე არ ვიცი რას ნიშნავს ეს ხურხული, საიდან მოვიდა ასეთი პირა, ვინ არის? სომეხი ხო არ არის? შეიძლება სომეხმა გადაიკეთა გვარი და თიულეთიდანა. თიულური გვარია. თიულური გვარია. ხურხული, აი ასეთი გვარია. ხო და აი ეს გვარი არის. ახლა 15 თებერვალს რომ არჩევნები არის, იქ ძირითადად უკვე რუსეთს აღებული აქვს მიმართულება აი ამ ბადრი გუმბაზე. მაგრამ ამბობენ და ასე ბჭობენ, შეიძლება პირველ დღეს არჩევნებმა არ გამოავლინოსო გამარჯვებული. იქ ორი იქნება და ვინც იქნება, ფიქრობ რომ მაინც რუსეთის სივრცის ქვეშ იქნებიან. შემოკარგება. აი იმ ადამიანის უფლებებმა გაერომ უნდა მიაქციოს იმ საკითხის ყურადღება, რომ გალის მოსახლეობამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და შემდეგ იქ ბევრი საკითხი გადაწყდება სასარგებლოდ საქართველოს რესპუბლიკისა. სასარგებლოდ გადაწყდება. რატომ? მიიღებენ ისინი არჩევნებში მონაწილეობას და იქ კანდიდატიც იქნება ჩვენებური წარმომადგენელი, ჩვენებური ადამიანი. აი ეს მინდოდა მე თქვა და ამიტომ როდესაც ამას ვამბობ დღეს, მიკვირს რატომ სომხებმა არ წამოყვეს თავი და არ წამოაყენეს თავიანთი კანდიდატი. ეს იმიტომ რომ მათ მიიღეს დავალება თქვენ ჯერჯერობით გაჩერდით. საიდან ღებულობენ? ღებულობენ საფრანგეთიდან, ღებულობენ ეჩმიაძინიდან. გეგმას ღებულობენ. ისინი ემზადებიან რაღაცისათვის და ეს რაღაცა არ უნდა მოხდეს იქ. რა არის ეს რაღაცა? ისინი ხვალდაზეկ მოითხოვენ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად წამოყენებულ იქნეს მათი ეროვნების წარმომადგენელი, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს. შემოკარგებო, შემოკართველებო, ჩვენ აქ გვიჭირს, იქ გვიჭირს, ცხინვალში გვიჭირს, ასე რომ ყველგან გვიჭირს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ბრძოლაში იჭედება ჭეშმარიტება, ბრძოლაში იწრთობა ფოლადი და ჩვენს მხარეს არის უფალი. ვიაროთ ქრისტეს გზით, ვიაროთ ზვიადის გზით, ვიაროთ მერაბის გზით და
გვეხუროს იდეოლოგია ოლხური კოშკისა. მადლობთ ყურადღებისათვის. მადლობთ. ბატონო ბატონმა დავითმა ცლად ილაპარაკა ბატონებო. ზიად გამსახურდია მოგეხსენებათ. დიდი ბებია ჯარამხან მაანი, ანუ კონსტანტინე გამსახურდიას ბებია გახდათ აფხაზეთის დიდი საგვარეულოს წარმომადგენელი და ამიტომ ზიად გამსახურდია და კონსტანტინე გამსახურდია თანაბრად მისაღები იყო როგორც აფხაზებისთვის, ასევე ქართველებისთვის. ამიტომ არ დააცალეს ზიად გამსახურდიას, რომ აფხაზეთში იქნებოდა სიწყნარე და სიმშვიდე. დღეს აფხაზები თუ 91 წელს იყვნენ პირობითად რომ ვთქვათ ერთი ერთეული, დღეს 1.5-ჯერ, 2-ჯერ მეტი იქნებოდნენ, ხოლო ქართველები რაოდენობა აფხაზეთში იქნებოდა მინიმუმ 700-800.000. აი ეს არის ბატონებო სამწუხარო რეალობა. მადლობთ. ბატონო ირაკლი თქვენ მე სიმართლე გითხრათ სათქმელი ძალიან ბევრი მაქვს. ეხლა რო უყურებ ამ გულანთებურ ჩვენს მოხცოვან თანამებრძოლებს ჩვენი ადგილი ახლა მინდორში და ტყეში და ღრეში და მოსტანში და რო იტყვიან ოჯახშია, მაგრამ რო ხედავთ რომ ქვეყანას ასეთ უჭირს, უკვე ჩვენ გამოდივართ და ვამბობთ ერთ-ორ სიტყვას რომ რაღაცათი ჩვენი ერი ცოტა გამოვაფრთხილდოთ. მეგობრებო, მე მინდა ერთი რამე გითხრათ თქვენ. ახლა როცა გამოდივარ, სულ ხან ამბობენ რომ ირაკლი გაგნიძე ეს ვაკის რაიონის დეპუტატი, ხან ძველი რევოლუციონერი, ხან მე პირდაპირ გეტყვით ჩემზე ვინა ვარ მე. მე ვარ პიროვნება, რომელიც 1968 წელს შევქმნი პირველად ორგანიზაცია ვაკეში ჭექა. ჭეშმარიტი ქართველები. ახალგაზრდა ბიჭები დავიყენეთ გვერდში და მის მერე ჩვენ ხან პროკლამაციები ხან ესა და ამ ეროვნულ მოძრაობაში ჩავერთვით ზუსტად ამ ეზოდან. ეს ეზო რატომ არის ჩემთვის ძვირფასი. აი უთავო იმეებით დამორიალობდით ეს პატრიოტი ქართველები, რომ საიდან როგორ ახლა თქვენ გონიათ ასე ადვილია, როცა მიტინგები იყო, უბრალო ხალხს არც მაშინ არ გვიშვებდნენ მიკროფონთან და არც იმასთან, რომ რამე სიტყვა გეტყვა. აი აქ შემთხვევით ქვემოთ ვიდექი აი აქ და მერაბ კოსტავამ დავინახა. მაშინ ახალი ჩამოსული ვიყავი საერთოდ მილინებიდან და სახით ლავიტუსით მივამგავნა თავის შვილს, რომელსაც მართლა ძალიან მყავს. და მე მოვიდა მე ჩვენთან და ბიჭები საერთნაცნობი იყო და მე დავმეგობდით. მე ახლა ახალი ჩამოსული ვიყავი უცხოეთიდან, მანქანაცა მყავდა. ფულიც ჰქონდა ბატონო და სამსახურიც ჰქონდა ისეთი რომ თვეში ერთი კვირა თავისუფალი მქონდა, ორი კვირა ესე რეის ობიექტები მქონდა მთელი კავკასიისებრი და მოვილიდი ობიექტებს ვეხარი ვნახავდი და ისე აქ მოვდიოდი და აქ კიდევ რაც კი შემეძლო ეროვნულ მოძრაობის ხალხს ვედექი გვერდით. და ამიტომ თითქმის ყველა სიტუაციაში, არჩევნებში, უბნებში ყველგან ნაყოფი ვარ, ყველგან მონაწილეობა მაქვს მიღებული, იმიტომ რომ მქონდა ამის საშუალება და სურვილიც და ძალიან მიხარობდა რომ მე ქვეყნისთვის რაღაცა კარგს ვაკეთებდი. და ამის მერე მე რომ დავაკვირდი, იცით რა არის აქ ფულიან პატარა ფული თუ ქონდა ეროვნულ კაცს და პატარა საქმე თუ ქონდა, იმას ყოველთვის მიეთმასნებოდა ეროვნულ მოძრაობაში შეგზავნილი ან ვაი პატრიოტი, რომელსაც აინტერესებდა მხოლოდ და მხოლოდ თანხების გამოძალვა ამ ბიზნესმენებისთვის, რომლებიც ასე მივიდოდნენ და გვერდში ედგნენ ეროვნულ მოძრაობის უსახსრობის გამო ცოტა დაბეჭავებულ ხალხს. და მე მერაბი გავიცადი და სულ დროს საქმეზე დავდიოდი, სულ ყოველგვარ დავყვებოდი და სიამოვნებდი და ვაკეთებდი. ზვიადის კიდევ ვიცნობდი მე იქიდან რომ მე კონსტანტინეს ვიცნობდი კარგად, იმიტომ რომ ბაბუაჩევის მეგობარი იყო და მის კალთაშიც ავარ ნაერთობი და მის დარიგებას და ბაბუაჩევის დასაფლავებაზე იყო ასეთი სირბილაძე ლადო, რომელიც მწერალთა კავშირის ფინანსთა გაყოფილების უფროსი იყო და როდესაც ბაბუაჩემი გარდაიცვალა, კალთაში ჩამისვა და მითხრა, იცი რა იყო ბაბუა შენიო და მომიყვა თუ როგორ აფინანსებდა იგი უცხოეთში ყოფ ჩვენ თავმწერლებს და როგორი მარტო მე კი არა სხვებსაც და მეც შეამაყით
გავიჭრელდა რომ საჭირო იყო მე დაუდექი მიშვის გვერდით და მერაბ კოსტავას და ყველაფერს ვაკეთებდი და ახლაც ვაკეთებ რომ როგორმე გამოვაცოცხლოთ აი ეს ნაკვერჩხალი მიმხრალი ნაკვერჩხალი შეუბერვა სუფთა ცეცხლით თუ დაენთოს ეს კოცონი რომელიც აენთება არ უნდა იყოს აი პაკრიშკით რო იყვნენ საბურეები დანთებულ ცეცხლს ცეცხლია სუფთა ის უნდა იწოდეს ქართველი უნდა იწოდეს სუფთა ჯიგარი უნდა ეწოდეს ქართველი ეს უნდა იდგეს ქვეყნის კეთილდღეობისათვის მებრძოლთა რიგებში მე მიმართავ რა კიდევ სულ ყველას რომ თქვენ თვითონ მოელოდებით აი ვიღაცა სახელი აქვს ძველი აი ყველაფერი დამტკიცდა რომ ჩვენი საქმიანობით რომ მებრძოლთა რიგებში ვითომ მებრძოლთა რიგებში ყოველთვის 90% მოდის უკვე წინასწარ დამუშავებული და დაფინანსებული პიროვნებები და ვინც პატიოსანი კაცია და ვისაც მართლა უნდა იმათ ყოველთვის უთხრიან ძირს რომ იტყვეთ თვითონ შეგინითვე და ამიტომ გთხოვთ რომ თვითონ შეიკარეთ თქვენში ნოენდობით ძველი რაც არ უნდა რეგალიები ქონდეს მას ვითომ ეროვნული მოძრაობის კაცი რაც არ უნდა რეგალიები ქონდეთ თქვენ თვითონ შექმნით და თქვენ თვითონ დაიწყეთ რეგალიების უკან ყოველთვის იმალება მათი დაფინანსებელი და მათი მათკვაზე მავალი ხალხი და ეს ცოტა მაგი ვერასდროს ვერ გავიმარჯვეთ მაგითი ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეყუდნეს აქედანაც ჩანს და ძალიან გთხოვთ თუ რამე აი მობზადით ოთხშაბათობით აი ხლა შეიძლება ჩვენც ძალიან გვიჭირს ხანდახან აქ დრო არ მაგრამ აი ეს არ უნდა გაწყდეს ჯერ ესეთი არ უნდა გაწყდეს მერაბის სორის გამო და აი ეს თუ იმეს მართლა მერაბის ვიადის გიორგის მერაბის ვიადის გიორგის სორის გამო მოყოლებული და ახლა კიდევ ორი კაცი გავიდა საეჭვო ვითარებაში და ჩვენ მამას არ შევწყვიტავთ, სარამცოცხალი ვართ, ყოველთვის ვიბრძოლებთ ამ საკითხს და კიდევ აი ახლა ბლოკავენ მე გიორგისაც ლილოშს დაუბლოკეს, წინა იმას ჩაწერა გავაკეთეთ, წაუშალეს, მეც ჩაწერა გავაკეთეთ, წამიშალეს. თუ ასე პირდაპირ თუ გნებავთ მობზადით აქ გეტყვით და აქ თავგაწირო, აქ დავამტკიცოთ და აი აქ ერთი ის უნდა შევძინოთ ჩვენ ამ ეზოს, ის ამბავი რომ პიროვნება რომელიც კი რაღაც თანამდებობაზე გადის, უნდა აუცილებლად გაიფილტროს, ეს იყო მერაბის და ჩვენი იდეა რომ აი საგვარეულო კავშირების პრინციპი იყო აქ ჩამოყალიბებული გვარიშვილების მიხედვით გვარს უნდა მიეცა რეკომენდაცია კაცის ლუბოი თანამდებობაზე საქართველოს ქვეყნისათვის და ამიტომ ძალიან აღთხოვთ რა ერთმანეთს ხელი-ხელს ჩავჭიდოთ და თავარია პირველი კადრები ახლა სუფთა იყოს სუფთა ეროვნული და კარგი და სასიამოვნო და საყვარელი გაგიმარჯვოთ კარგად იყავით მადლობთ დიდი მადლობა ბატონო გურამ მე ისევ მოუწოდებ ახალგაზრდობას მობრძანდით მერაბის ეზოში საკმაოდ დიდი ცოდნა არის აქ შემონახული ეროვნული მოძრაობიდან გამომდინარე ის ბრძოლის მეთოდები როგორც იბრძოდნენ მერაბი ზვიადი გიორგი კერვალიშვილი აგერ რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა ფაქტიურად 9 აპრილის მემორიალთან ახლახანს და მოდით ვიბრძოლოთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ერთიანობისთვის. მე დავძენ რომ აფხაზეთის საკითხი და სამაჩაბლოს საკითხი მტკივნეული საკითხი არის და დღესდღეობით სამწუხარო არის რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში მიმდინარეობს აფხაზი ხალხის ისტორიისა და კულტურის სწავლება, რაც ფაქტიურად აფხაზეთის აკადემიურ აღიარებას ნიშნავს და მე ვიცი რომ ქალბატონი ცირა ბარამიძე ხმალა მოღებული იბრძვის, მაგრამ მარტო ქალბატონი ცირა უნივერსიტეტში ბევრს ვერაფერს ვერ გახდება, თუ მას არ დაუდგა სტუდენტობა და ახალგაზრდობა და მათ სწორი მიმართულება არ მიიღეს. მე დროებით დაგემშვიდობებით და აი აგერ გაჩვენებ თუ სად უნდა მობრძანდეთ. ეს არის მერაბის ეზო, აი აქ მერაბის სახლ-მუზეუმია. მობრძანდით 4 შაბათობით 2 საათიდან აქ ვიკრიბებით და შესაბამისად შეგვეხმიანეთ. დროებით